მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ისტორიის გაკვეთილი ეთერშია, მე გახლავართ მისი ავტორი თამარ ბელქანია. მე დღეს წარმოგიდგენთ ფილმს, რომელიც საქართველოს ტრანსპორტის ისტორიას შეეხება. საინტერესოა ის გზა, რაც გამოიარა ქართულმა ტრანსპორტმა ურმიდან დღევანდელობამდე და ამას გარდა თქვენ ამ გადაცემის ფარგლებში ნახავთ რა იყო ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც საქართველო ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში, როგორც კავკასიაში, ასევე მთელ მსოფლიოში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გთავაზობთ ფილმის პრემიერას ქართული ტრანსპორტის ისტორია. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. ქართველი ერის დიდი ისტორიის მანძილზე ურემიც არაერთხელ გადაგვბრუნებია და გზებიც არაერთხელ გამოჩენილა. დღევანდელი გადასახედიდან საინტერესოა როგორი გზები გამოიარა ქართულმა ურემმა და რა სახის ცვლილებები განიცადა მან თანამედროვე ტიპის ტრანსპორტად ქცევამდე. როგორც ყველა ცივილიზებული ხალხის, ასევე ქართველების ისტორიაშიც გადაადგილებისა და ტრანსპორტირების საშუალებებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ქართველთა სახელმწიფოს არსი კი დიდწილად განსაზღვრა საქართველოზე გამავალმა სტრატეგიულმა გზებმა. მრავალი საუკუნეა ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სატრანსპორტო გზაჯვარედინს. არქეოლოგიური მონაცემები ცხადყოფს, რომ ადამიანთა პირველი დასახლებიდან მოყოლებული საქართველოში არსებობდა მთისა და ბარის რელიეფის შესაბამისი და ამავე დროს ტრადიციულ ქართულ ყოფას მორგებული გადაადგილებისა და ტვირთის გადატანის საშუალებები. ყველაფერ ამას ხალხური ტიპის ტრანსპორტი ჰქვია. ახლა წარმოიდგინეთ მთაში, სადაც ძალიან ძნელია გადაადგილება, რა თქმა უნდა, ისინი ცოცხალ სატრანსპორტო საშუალებას იყენებენ, ეს არის ცხენი, დაუშვათ, მაგრამ აი, როდესაც ის უკვე მექანიკურ საშუალებას ქმნის, მან ისეთი პრინციპები უნდა დაუდოს ამ საშუალებას, რომ შეეძლოს ტვირთის გადაზიდვა მოხერხებულად. დაქანებულ ფერდობებზე, ახლა თქვენ მოგეხსენებათ მიუვალ ადგილებში, ძალიან ძნელი იყო, რომ მას დაუშვათ ისეთი საშუალება გამოეგონებინა, აი, რომელიც ყველა პირობას დააკმაყოფილებდა. ამიტომ არის, რომ უფრო მეტად მთის პირობებში ჩვენ გვაქვს სათრიელის ტიპის ტრანსპორტი. ხალხური ტრანსპორტი. ეს არის, ახლა წარმოიდგინეთ ურმის მარტივი სახეობა, რომელსაც ბორბლები არ გააჩნია. ბარში უფრო გამოიყენებოდა ურემი, რომლის არსებითი ნიშანი არის ბორბალი. ბორბლიანი ურემი უფრო განვითარებულია და ქართველი ხალხის ნისსა და გონიერებაზე მეტყველებს, როდესაც მათ ბორბალი შექმნეს. საქართველოში ბორბლიანი ტრანსპორტის ისტორია საკმაოდ ხანგრძლივია და ის მინიმუმ 5000 წლეულს მოიცავს. მაგალითისთვის ბედენის ნომერ მე-5 ყორღანის აღმოჩენაც მეტყველებს. ეს არის არქეოლოგიაში საეტაპო აღმოჩენა. მუხის კონსტრუქციით აგებული კედლები მთლიანად თიხით იყო მოლესილი. ბედენის ყორღანში აღმოჩენილია 4 თვალა ეტლი. ეს არის უბრალოდ პრიმიტიული ეტლი. ამ ეტლს გააჩნია სრულყოფილი სახე, საკმარისია დავასახელოთ ის, რომ იგი 18 სხვადასხვა დასახელების ნაწილისაგან შედგებოდა და ამ შემთხვევაში რაც მთავარია, მისი ბორბლები დამზადებული იყო მუხის ხისაგან. ასეთი დახვეწილი ხის კონსტრუქციის შექმნა შეეძლო არა მხოლოდ ტექნოლოგიის კარგად მცოდნე პიროვნებას, არამედ ხელოსანს, რომელსაც ხით-ხურობის ძალიან დიდი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ამ პერიოდის საქართველოში ეტლი ფართოდ გავრცელებულია. ეტაპობრივად ახალი საფეხურია საბრძოლო ეტლი, რომელშიც ცხენია შებმული. ეს უკვე ძველი წელთაღრიცხვის პირველი 1000 წლეულის დასაწყისია. უფრო გვიანდელ პერიოდში ბორბალი საკრალურ დანიშნულებასაც იძენს, რაც უფლიციხის სამარხებში აღმოჩენილი ლითონის სალტეებით დასტურდება. სალტეებით ბორბალი იყო შეკრული. ბორბლისგან სათამაშოსაც კი აკეთებდნენ. შესაბამისი არქეოლოგიური მასალა მცხეთაშია აღმოჩენილი, კერძოდ ცხენის ფიგურა, რომელსაც 4 ბორბალი აქვს. ბორბლის გამოგონებამ საქართველოს იმდროინდელი საზოგადოების ყოფაში, მეურნეობასა და ეკონომიკაში დიდი როლი ითამაშა. ძველ საქართველოში ტვირთის გადატანის მესამე სახეობა იყო მარხილსა და ურემს შორის გარდამავალი სახეობა სათრიელი. მის კონსტრუქციაში გამოყენებულია ბორბალიც და საცურავიც. მარხილში ძირითადად ხარს აბამენ. ურემში კი ზოგან ხარს, ზოგან ცხენს. ურემი თავისთავად არის ძალიან დიდი კულტურული ფენომენი, რომელსაც მიაგნო ქართველმა ხალხმა. ჩვენ გვაქვს შედარებით ისეთი ბორბლიანი ურმები, ისეთი ტიპის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აი მაგალითად რაღაც გარკვეულ მანძილზე არის გათვლილი, რომ აი რამდენად გაუძლებს ის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანას, რა ტიპის გზაზე შეიძლება იგი გამოიყენო და ასე შემდეგ, ისე რომ ის ეკოლოგიურად ადამიანი ყველა ფაქტორს ითვალისწინებდა, როცა ურემს ქმნიდა. ურემი არის ამავე დროს
ოჯახის წევრების გადასაადგილებელი საშუალებაც სეზონურ და სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებით მაგალითად იცით თქვენ რომ ზოგჯერ ნაკვეთები მოცირებულ ადგილზე აქვს ჩორს არის მთელი ოჯახი მიდის და სამუშაებლად და მერე ის ბრუნდებიან ისე მორმით უკან. ურბანიზაციის კვალდაკვალ ვითარდება გადაადგილებისა და ტრანსპორტირების საშუალებებიც. სოფლისთვის დამახასიათებელი ტრადიციული გადაადგილებისა და ტრანსპორტირების საშუალებები იყო ცხენი, ჯორი, ვირი, ურემი. თვალები, რომლებიც არ თქმა უნდა კუთხეების მიხედვით განსხვავდებოდა. ახლა გარკვეული სპეციფიკა ჰქონდა დაუშვათ იმ ოთხთვალებს რაჭაში და კახეთში, მაგრამ ძირითადად ეს ყველაფერი იყო ერთიანი საუკუნეების მანძილზე, სხვა სატრანსპორტო საშუალება პრინციპში საქართველოში არ არსებობდა. მარხილი თანდათან კარგავს ფუნქციას, თუმცა ამჟამინდელ საქართველოშიც არის კუთხეები, სადაც თანამედროვე ტექნიკა რელიეფის სირთულის გამო გამოუსადაგარია. თანამედროვე საქართველოს უდიდეს ნაწილში უკვე თანამედროვე ტექნიკაა. ძველი ციხე-ქალაქები თუ თავდაცვითი ნაგებობები ნაკლებად იყო ორიენტირებული ტრანსპორტირების განვითარებაზე. თანამედროვე ქალაქი უფრო სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრია. შესაბამისად, გადაადგილებისა და ტრანსპორტირების საშუალებებიც თვისობრივად სხვაგვარია. მე-19 საუკუნეში თანამედროვე ქალაქის სახე მხოლოდ თბილის ჰქონდა. თბილისში შემოდიოდნენ როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ვაჭრები, სოვდაგრები, მოგზაურები, ასევე სოფლებიდან ჩამოდიოდნენ გლეხები, რომლებსაც გასაყიდი პროდუქტი შემოქონდათ. საჭირო იყო მათი დაბინავება, იქმნება ქარვასლა, მოდიოდნენ ცხენებით, ურმებით. ამიტომ ამათ ყველას ხო დაბინავება ჭირდება, იმათ სასტუმროებს უქმნიდნენ, აი ქარვასლა იმიტომ არის შექმნილი და ასე შემდეგ და მოდიოდნენ რითი, ცხენებით, ურმებით და აი ამათ აქ აბინავებდნენ. მაგრამ მე თვითონ ქალაქში შეიქმნა ეგრეთ წოდებული უფრო კომფორტული საშუალება, რომელსაც მოქალაქეები ვერ გამოიყენებდნენ, ახლა ვერც ურემს და ვერც სხვა სათრიელს და ასეთ საშუალებას. ამიტომ მე შემოდის უკვე ის ტექნიკა, რომელიც ბურჟუაზიული ეპოქის კუთვნილება გახლავთ და კონკას აგერ ძეგლი უდგას თბილისში მოგხსენებათ და აი ეს ისეთი საინტერესო მომენტია, როდესაც აი მაგალითად თბილისური ტრანსპორტი ვითარდება თავისი სოციალური ფენით, რომელიც მასთან არის დაკავშირებული. მედროგეები, მეცხენეები, მეჯინიბეები, აი ხდება მთელი სტრუქტურის დახვეწა ქალაქში ამასთან დაკავშირებით. საუკუნეების განმავლობაში საქართველოში აბრეშუმის გზის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალი გადიოდა, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთთან აკავშირებდა. ეს გზა კასპიის ზღვიდან მდინარე მტკვარს მიუყვებოდა. შემდეგ ლიხის ქედზე გავლით მდინარე რიონში, ფაზიში ჩადიოდა და შავი ზღვის გავლით ევროპაში გადიოდა. ძველი ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი წერს, რომ მხოლოდ ლიხზე იმ დროს 120 ხიდი იყო. ყოველივე ეს ჩვენს ქვეყანას ევრაზიულ სივრცეში დიდ სტრატეგიულ ღირებულებას ძენდა და ძენს. საქართველოს როგორც დიდი გზაჯვარედინისა და გეოპოლიტიკური ფასეულობების შესახებ წერდნენ ძველი ბერძნებიცა და სპარსელებიც, არაბებიცა და ევროპელი მისიონერებიც. მაგალითად, საქართველოს გზების შესახებ მისიონერების აზრი ასეთია, რომ ეს ქვეყანა სატრანზიტო გზებზე მდებარეობს და მის მიღმა დარჩენა ამ ქვეყანაზე ცუდად მოქმედებს. გამოდის, რომ საქართველოს მუდამ იყო სატრანზიტო დერეფანი. ამ გზებს მუდამ ჰქონდა რეგიონული მნიშვნელობაც, საერთო კავკასიურის და ლოკალური შიდა დანიშნულებაც. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ეს არის ქვეყანა, რომელიც ღრმა ხევებით არის დასერილი. ასეთ პირობებში გადამწყვეტი ფაქტორი გზებზეა. ასეთ პირობებში ეს ქვეყანა რომ გაერთიანო, კუთხეებს შორის რომ კავშირი დაამყარო, აუცილებელია გზები, აუცილებელია კარგად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, დღევანდელი ტერმინოლოგია რო თქვა. ამ ხრივ რა თქმა უნდა, გზები და სატრანსპორტო საშუალებები იყო უმნიშვნელოვანესი. როგორც კი ეს გზები იკეტებოდა, საქართველოს კუთხეები ერთმანეთს წყდებოდა. და ქვეყნის გაერთიანებისათვის ეს იყო ძალიან ცუდი. ესე უტრირება რომ გავაკეთოთ, კარგი გზები, კარგი ტრანსპორტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ერთ-ერთი კომპონენტი. ისტორიული გზები განსაზღვრავდა საქართველოს მთლიანობასაც. გზები აკავშირებდა ბარსა და მთასაც. საგზაო ინფრასტრუქტურა ისე იყო აწყობილი საქართველოში, რომ უზრუნველყოფილი იყო საქართველოს კავშირი დიდ ცივილიზაციებთან. ეს არქეოლოგიური მასალითაც კარგად დასტურდება. დიდ ცივილიზაციის ცენტრებთან, როგორც გახლავთ მესოპოტამია საზოგადოდ, ჯერ კიდევ მე-5000 წლეულიდან ძალიან ნათლად იკვეთება და როგორც ჩანს, სწორედ ამ პერიოდიდან ყალიბდება ის ძირითადი მიმართულებები, ის სატრანზიტო გზები, რომელზეც შემდგომ მომდევნო პერიოდში უკვე ძალიან ინტენსიური მოძრაობა აეწყო. ჩვენ კარგად შეგვიძლია ამას თვალი გავადევნოთ არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ეს არის თქვა მე-4000 წლეულის მიწურულისა და მე-3000 წლეულის დასაწყისი სამხრეთ მესოპოტამიური ნაწარმი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ცენტრალურ ნაწილში
იჩენს თავს, ასევე ძალიან კარგად აჩანს ეგრეთ წოდებული შუა ბრინჯაოს ხანაში ამ ურთიერთობების კვალი წინა აზიასთან ძალიან დიდი ურთიერთობები ჩანს ანატოლიასთან. ყველაფერი ეს აწყობილი იყო ერთიან საკომუნიკაციო სისტემაში. ცოტა მოგვიანო პერიოდში ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულსა და ძველი წელთაღრიცხვის პირველ 1000 წლეულში ჩვენ უკვე ზუსტად შეგვიძლია თვალყური გავადევნოთ ამ გზებს. თუ რა მიმართულებით მიმდინარეობდა ტვირთის გადაადგილება, როგორი იყო სატრანზიტო მიმართულებები. საინტერესო აგრეთვე ქართლის ცენტრალური ნაწილი, რომელიც თავისი ბუნებრივი მდებარეობიდან გამომდინარე აერთიანებს გზას კასპიიდან შავი ზღვისაკენ. ქართლის ტერიტორიაზეც კი ძალიან ნათლად იკვეთება ის ინტერესი, რაც ბერძენ ვაჭრებს ჰქონდათ აღმოსავლეთის მიმართ. ასეთივე ინტენსიური იყო მოძრაობა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიონის მთათა სისტემა გარკვეულ წინააღმდეგობას ქმნიდა. ისეთი რთული რეგიონიც კი, როგორიცაა რაჭა, ინტენსიურად გამოიყენებოდა ურთიერთობებისათვის ჩრდილოეთ კავკასიიდან. მაგალითისათვის შემიძლია დაგისახელოთ ერთი ფაქტი, რომელიც ეგვიპტური წარმოების სკარაბეოიდები ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის ყველაზე დიდი რაოდენობით არის რაჭაში აღმოჩენილი. შემდგომ ელინისტურ ხანაში ეს ურთიერთობა ძალიან ნათლად დასტურდება ბერძნული კერამიკის იმპორტის ლოკალიზაციით. ძალიან ნათლად მიუსითებს სატრანზიტო მარშრუტის არსებობას, რომელიც გამოიყენებოდა უკვე ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნიდან. ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე ინდოეთიდან შავი ზღვისაკენ მომავალი სატრანზიტო სავაჭრო გზა გაივიდა სწორედ მდინარე მტკვრისა და რიონის ხეობებში. ისტორიულად სახმელეთო ტრანსპორტის გარდა არსებობდა საზღვაო ტრანსპორტი და უცნაურია, რომ ზღვისპირა საქართველოს სანაოსნო კულტურა ბოლო საუკუნეებში საკმაოდ სუსტად იყო განვითარებული, თუმცა საქართველოში სამდინარო ტრანსპორტი ბოლო დრომდე კარგად იყო განვითარებული. ამის დასტურია აჭარის რეგიონში ნავი ნავტიკი. ორივე ამას თავისი ახსნაც აქვს. კი, იყო საქართველოში ნაოსნობა, იგივე ქართველები, რომელსაც გემები ჰქონდა და ეს გემები მაგალითად ყირიმში ჩადიოდა, ჩამოდიოდა, მაგრამ ესე დიდი საზღვაო ქვეყანა ჩვენ არ ყოფილვართ. ამას ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ შავი ზღვარი ჩაკეტილი ზღვა. ჩაკეტილი ზღვა არის, მას გასასვლელი ბოსფორ-დარდანელის სრუტით აქვს და ამ ზღვით ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩვენ შეგვეძლო ბიზანტიის იმპერიასთან და ბიზანტიის იმპერიასთან სახმელეთო გზა უფრო ჰქონდა ვიდრე საზღვაო გზა. ანუ ეს არ არის ღია ზღვა, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ გახვიდე რაღაც ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ძველი თბილისის დაგეგმარება ფეოდალური ქალაქისთვის დამახასიათებელი ქუჩებისა და ქუჩაბანდების რთულ ხლარ წარმოადგენდა, ის მთლიანობაში ერთიან მოწესრიგებულ გზათა სისტემას ქმნიდა, რომელიც გეგმაზომიერად ჩამოყალიბებულ 4 უბანს, კალას, სეიდაბადს, ისანავლაბარს და გარეთ უბანს აკავშირებდა. 1670 წელს შარდენის, 1700 წელს ჭურნეფურის, 1735 წელს ბატონიშვილის მიერ შექმნილი რუკები ზუსტ სურათს გვაძლევს იმის შესახებ, როგორი გზათა სისტემა იყო ძველ თბილისში და ამ ინფრასტრუქტურაში როგორ ორგანულად ეწერებოდა მდინარე მტკვარი თავისი სამდინარო ქალაქური ტრანსპორტით, ტივით. ასევე საინტერესო იყო თუ როგორ განავითარა თბილისულმა სავაჭრო ურთიერთობებმა სავალი გზები. ვიწრო ქუჩები ერთმანეთს მოკირწყულმა გზებმა დააკავშირა, რომელსაც გვერდებზე სანიაღვროები ჩამოუყვებოდა ისე, რომ წვიმის წყალს თავისუფლად ემოძრავა და ხელი მოსიარულისთვის არ შეეშალა. ქვის მყარი და მჭიდრო წყობა კი ცხენის ტრანსპორტს, მაგალითად ფაეტონს, შესაძლებლობას აძლევდა შეუფერხებლად ემოძრავა. სწორედ ამ გზებზე შემდგომ დაფუძნდა ეგრეთ წოდებული კონკაც, რომელიც კოლორიტულ ელფერს ძენდა ძველი თბილისის ცხოვრებას. მე-19 საუკუნიდან საქართველოს რუსეთის იმპერია იპყრობს, რომელიც ბოლო პერიოდამდე აკონტროლებს ამ სტრატეგიულ ღირებულებას. რუსეთის იმპერიაში შემავალ საქართველოში იმ პერიოდში პირველი რკინიგზა ფოთის მიმართულებით იხსნება, რასაც შემდგომში ჭიათურის მიმართულებაც ემატება. ასე იწყება საქართველოში რკინიგზის განვითარების ისტორიაც. რუსეთი ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ საქართველოს აქვს სატრანზიტო მნიშვნელობა და ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მისი იმპერიის განვითარებისათვის საჭირო იყო აქ ტრანსპორტის განვითარება და რკინიგზა, პირველი რკინიგზა, რომელიც იქნება ფოთის მიმართულებით, შემდგომ ამას ემატება უკვე ჭიათურის მიმართულება, იმიტომ რომ იქ აღმოჩნდა სასარგებლო წიაღისეული და ნიკო ნიკოლაძე იყო ძალიან აქტიური მოღვაწე, ვისაც ამას აკეთებდა. ეს რკინიგზა მერე უკავშირდება უკვე ბაქოს რკინიგზას და ბაქოდან უკვე მთელ რუსეთის რკინიგზას და ერთიან აი რუსეთის იმპერიის სატრანსპორტო ქსელში ექცევა. მე-20 საუკუნიდან კი შემოდის ავტომობილი და უკვე ყველაფერი ძალიან ჩქარი ტემპით ვითარდება. საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დგება.
სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაზე არის საუბარი, ყოველთვის მეოთხე კომპონენტი იხილება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სახით. ამიტომაც ჩვენი სამინისტრო ძალიან ინტენსიურად მუშაობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ქაროსტული ავტომაგისტრალის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც გულისხმობს როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე დასავლეთ საქართველოში ავტომაგისტრალის მშენებლობას. დღის მდგომარეობით ჩვენ პარალელურ რეჟიმში სამ მონაკვეთზე ვმუშაობთ და მიდის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები. ეს არის აგარა-რუისის მონაკვეთი, სადაც 19 კილომეტრიანი გზა კეთდება. ეს არის ზესტაფონი-ქუთაისის სამტრედიის შემოვლითი გზა, სადაც ასევე 60 კილომეტრამდე გზა უნდა გაკეთდეს. წელს დამატებით ორ მონაკვეთზე მიდის მუშაობა. ეს არის სამტრედია გრიგოვლეთის პირველი 12 კილომეტრიანი მონაკვეთი. მესამე მონაკვეთი ეს არის ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელსაც თლიანად უნდა განტვირთოს ქობულეთის საქალაქო ტიპის დასახლება. ასევე ინტენსიურად მიდის მუშაობა თბილისი-რუსთავის ქაროსნულ ავტომაგისტრალზე, რომელსაც ასევე სატრანზიტო ფუნქცია გააჩნია. ძირითადად 2018 წლის ბოლოსათვის ყველა მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ავტომაგისტრალისა უნდა იყოს დასრულებული, გარდა რიკოთის 60 კილომეტრიანი მონაკვეთისა, ეს არის სურამი ზესტაფონის მონაკვეთი. საგულისხმოა, რომ ჩვენში ტრანსპორტის ისტორია ყველაზე ცოტა 5000 წელს მოიცავს. თუმცა ნიკო ბერძენიშვილის ნაშრომის გზები რუსთაველის ხანის საქართველოში კვლევა ფაქტობრივად არ არის. ხოლო ქართული მატიანეები ძალიან მცირე ცნობებს შეიცავენ საქართველოში არსებული გზების შესახებ. ჩვენი გადაცემა მცდელობაა მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია ტრანსპორტისა და მის ირგვლივ არსებული საკითხების ირგვლივ.